სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა აჭარის რევოლუციის მერვე წლის თავზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა რევოლუციამდელი პერიოდი და 2004 წლის მოვლენები გაიხსენა. ქვეყნის პირველმა პირმა აჭარის რევოლუციას საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდი უწოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუცია აჭარაში ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ეტაპი იყო. მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში აღმშენებლობის პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 5 წელიწადში ბათუმი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქალაქი იქნება. ქვეყნის პირველმა პირმა დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტსა და ბათუმში ტრამპ ტაუერის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს მთავარი რესურსები ხმარდება დღეს აჭარას. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ესეთი ისტორია იყო, არამედ აქ არის წარმოუდგენლად დიდი პოტენციალი. რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა თქვა და დონალდ ტრამპი არის მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ისტორიაში საერთოდ დეველოპერი. ყველა ამერიკელმა იცის, ყველა რუსმა იცის, ყველა უკრაინელმა, ყველა სინგაპურელმა ტრამპის სახელი. რომ ბათუმი იქნება 5 წელიწადში მსოფლიოში ყველაზე მაგარი ადგილი, ციტირებს ზუსტად. და ტრამპია თავის სახელს და სიტყვებს ძალიან უფრთხილდება. გაოგნებული იყო აქ რო იყო. თქვა რომ უახლოეს წლებში ლას ვეგას საერთოდ მოშლის ეს უკიდაო ეს ქალაქი, მაგრამ არა მხოლოდ ძალიან მაგარი ადგილი იქნება. მე მახსოვს CNN-ის კორესპონდენტი ძალიან ცნობილი ჯიმ კლენსი აკეთებდა საქართველოს რეპორტაჟს, ყურებსაც დაუჯერა რაც თქვა. რომ მე ვყოფილიყო ძალიან ბევრ ქვეყანაში, ძალიან ბევრ რაღაც გამიშუქებია და ახლა კიდევ ერთხელ მე რომ CNN-ის ცნობილი წამყვანი ძალიან უფრთხილდება თავის სიტყვებს. ხო მეორე ხო ვეღარ იტყვის იგეს. არსად მიახლოებით ისეთი მასშტაბის სასწაული არ მინახია, რაც ხდება დღეს ბათუმში. ამიტომ ჩვენ ყველანი ხვნით იმას, რაც არის საქართველოსთვის წარმოუდგენელი პოტენციალი და წარმოუდგენელი ჩვენთვის მომავლის ბილეთი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეორებ, ძალიან ბევრი გაჭიროებაა კიდევ. რა თქმა უნდა, მათ შორის ახალი უმუშევრობა, მაგრამ ადგილზე წარმოიშვა ძალიან ბევრი რაღაცა. იცით, ერთ-ერთი რაც წარსულიდან ჩვენ დავწლიეთ, არის ეს თავარი ინსტრუმენტი, წარსულ რატო იყო წარსულ ძალიან თავარი ინსტრუმენტი ბრძოლის საერთოდ პოლიტიკური იყო ტყუილი. და ერთ-ერთი სხვა ჩვენს რაც ახლა მესმის ბოლოხანებში, აქ მათ შორის ბათუმში ესე მეორდება ტირაჟირება ხდება მესიჯის 23000 უცხოელის ჩამოსახლება უნდა მთავრობას და აჭარის დასახლება. ამას ვინც ქადაგებს, ის არის საქართველოს ტერი. და ის ვისაც ამას იჯერებს, ის თქვა წესრიგში ვერ არის. მინდა სრული პასუხისმგებლობით შეუთვალო მას, ვინც ამას ლაპარაკობს. იმიტომ რომ ყველაფერი რაც კეთდება, აკეთება ქართველების მიერ, ქართველების სახელით და საქართველოს გასაძლიერებლად. და იმიტომ რომ და ყველა 90% მშენებლობის არის ქართული, მაშინ როცა მაგალითად მოსკოვში არის თითქმის 100% უცხოური. წარმოიშვა ძალიან მაგარი ფილმი, აი ორბი მაგალითად. დაიწყო 3 სართულიანი სახლით. ეხლა აშენებს 25 სართულიანს და 34 სართულიანს და გეგმა აქვს რომ აშენოს 60 სართულიანი. თავიდან ბოლომდე აჭარული კომპანია. და აპირებს მე გააფართოვოს და საქართველოს დანარჩენ ქალაქებში და გავაუცხოეთში. ჩვენ აქ წარმოიშვა ადგილობრივი ბიზნესები. ადგილობრივი ადამიანები ქნიან ამ ყველაფერს. ასლანის შორის ჩამოდიოდა 200,000 მაქსიმუმ, თუ რა თქმა უნდა 99% ქართველი. წელს შერველით მინიმუმ 2.5 მილიონს. ადამიანს ვით ჩამოდის, ფულს ტოვებს, ხარჯავს, ბიზნესებში ნაწილდება და ასე შემდეგ. ეს არის ტურიზმი არის დიდი პოტენციალი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მე Royal Caribbean ჩამოდის. მეორე ეს არის ფინანსური მომსახურება. ჩვენ ახლა აჭარის მთავრობამ დაამუშავა კანონი ფინანსური ზონის შესახებ. ჩვენ გონიოს აქედან ნაწილი ზღვის გრძელდება და ბათუმი გრძელდება პრაქტიკულად იმდენივე თითქმის ნაწილით, რამდენიც უკვე არსებობს ესა. იმიტომ რომ იქ შენდება იცით ბათუმის ახალი სტადიონი ძალიან მაგარი კარტინგების ცენტრი, სასტუმროების ელიქსელი, უკვე გონიოსკენ დღევანდელი ახალი ბულვარის გაყოლებაზე. ბათუმი იქნება ყველაზე მაგარი ადგილი შავ ზღვაზე. დღეს ბათუმი უკვე ნამდვილად არის ყველაზე მაგარი ადგილი მთელი შავ ზღვისპირეთის, რო შევადოთ რუმინეთს, ბულგარეთს, რუსეთს და თურქეთის შავ ზღვის სანაპიროს. მაგრამ ბათუმი გრძელდება იქით, მაგრამ გონიოს უკანა ნაწილი იქნება დიდი ფინანსური ზონა. სადაც იქნება სხვა იურიდიული კანონები, იქნება სრული თავისუფლება ფინანსური ტრანზაქციების და ეს იქნება ძალიან დიდი ინდუსტრია ბათუმისთვის, აჭარისთვის და ესე იგი დანარჩენ საქართველოსთვის. ეს იქნება ახალი ბათუმი, იქ იქნება 40, 50, 60 სართულიანი კორპუსები. რა თქმა უნდა, ამის დაწყებას ეს სადღაც ეხა ვიღეთ კანონს, წლის ბოლოს დავიწყებთ ამოქმედებას და დაჭირდება მე ფიქრობ 10 წელი კიდე, რომ მთლიანად ეს ზონა ამუშავდეს. მაგრამ ძალიან ჩქარა, აი ნახეთ, სოკოებივით გამრავლდება იქ ოფისები, შენობები, ყველაფერი და მთელი ტრანზაქცია მოხდება. მით უმეტეს ბათუმის აეროპორტის გაფართოება მოხდება, ფოთის აეროპორტი იქნება, ფოთიდან აქ მოდის პირდაპირ ავტობანი შემოვა და ფოთიდან აქ ჩამოსვლა 9 საათი, ამიტომ ეს არაფერი დისტანცია არ არის აეროპორტისთვის, პირისთანაც ავტობანი ბოლომდე მოვა, აქედან სტამბულამდე ავტობანი იცით მიდის, ასე რომ ამ ხრივ ჩვენ
ინფრასტრუქტურულად ვიქნებით ძალიან გამართული. ეს იქნება მეორე დიდი რაღაც. მესამე ეს არის ტექნოლოგიები. ჩვენ აქ გვინდა ტექნოლოგიური პარკი შექმნა, მათ შორის ამ უნივერსიტეტის ბაზაზე რომელიც იქნება და ჩვენ გვინდა აი ეს წარმოებები რომელიც გარშემო იქნება, თანდათან გახდეს მაღალ ტექნოლოგიები. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ სტუდენტისათვის, თითოეული ბათუმელისათვის, თითოეული ახალგაზრდისათვის ესეთ პირდაპირ და ღია საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან ამის საშუალება ბევრ ქვეყანაში კი არა, საერთოდ ძალიან ცოტა სტუდენტს თუ ეძლევა ის პროგრესი, რომელიც დღესდღეობით ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქალაქში მიმდინარეობს, ყველა ქართველისათვის და მთელი მსოფლიოსათვის ნამდვილად დასაფასებელი და უკვე აღიარებულია. რაც შეეხება განათლების სისტემას, ძალიან ნაყოფიერად ისაუბრა ბატონმა პრეზიდენტმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში განათლება, ის ახალი ტექნიკური უნივერსიტეტი რომელიც ჩვენს ქვეყანაში აშენდება სულ მალე და ძალიან ბევრ ბათუმელს და ძალიან ბევრ ქართველს შეიძლება იმ უნივერსიტეტში სწავლება. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში თანდათანობით ძლიერდება, უფრო მეტად აქტიური ხდება ჩვენი განათლება და ეს ყველაფერი გამოიღებს იმ შედეგს, რომ თითოეული ქართველი იქნება დასაქმებული და თითოეული ქართველ სტუდენტს შეიძლება თავის შემდეგ მომავალში გააგრძელოს სამსახური იპოვოს და ნორმალური ცხოვრებრივი პირობები შეექმნას. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და დავალებით ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტად გაუმარტივოთ სტუდენტების ცხოვრება, იმისათვის, რომ დრო იყოს დახარჯული სტუდენტების სწავლას. ამისთვის კეთდება სტუდენტური ბარათები, რომელიც სერიოზულად გაუიაფებს ცხოვრება სტუდენტებს. ამისთვის ხორციელდება პროგრამა სამერჯობი, როდესაც სტუდენტებს ექნება შესაძლებლობა, რომ იმუშაონ ზაფხულის პერიოდში. ამისთვის ჩვენ ახლა ვმუშაობთ დაზღვევაზე, რომ ყველა სტუდენტი იყოს დაზღვეული და მათ არ აწუხებდეს ეს პრობლემა. ამისთვის ხორციელდება ყველა ეს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს წარმატებული სტუდენტების წახალისებას და ახალი ფონდების შექმნას იმისათვის, რომ დაფინანსდეს სარჩინებული სტუდენტები, რომლებიც კარგად სწავლობენ.